დღეს სხვა თემები და კვლავ საქართველო. საშემოდგომო ზეიმის მეორე დღე თბილისობა 2014-ის ფარგლებში დედაქალაქის 10-ვე რაიონში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ხილის და ჩაის ფესტივალი, საბავშვო ანსამბლების წარმოდგენები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა დამთვალიერებლებს დილიდან ელოდება. სიონის სკვერიდან კი ჩვენმა კორესპონდენტმა ნანუკა ქაჯაიამ რიყეზე გადაინაცვლა, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნანუკა, რა განწყობაა რიყის პარკში? რიყის პარკში ამ დრომდე ატყდება მოქალაქეების ნაკადი, მიუხედავად ამინდისა, ისინი აქ მოდიან და ძალიან კარგ განწყობაზე არიან. დღეს მთელი დღის განმავლობაში უამრავი ღონისძიება არის პარკში დაგეგმილი, როგორც სპორტული, ასევე კულტურული. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ერისიონის კონცერტი, ანსამბლი ახალი პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე კონცერტს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო, მათ სრულიად საქართველოს მიულოცა დღევანდელი დღე. ყველა ქართველს, ყველა საქართველოს მოქალაქეს მიულოცა თბილისობა. მიუხედავად ისინი თბილისში ცხოვრობენ თუ არა, იმიტომ რომ როდესაც ერთი კუთხე ზეიმობს მთლიანად საქართველო. ბევრი სიახლეა და ბევრი სიახლეს ვუძებ საქართველოს ჩვენს დღევანდელ სტუმრებს მედნიერებას და ცისულას და იმას, რასაც ნატრობ ყოველთვის საქართველოს მთლიანობას, საქართველოს გაერთიანებას. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ოთარ მეღვინეთუხუცესის მოედანი გაიხსნა. მოედანის გახსნას დედაქალაქის მერი და გურანდა გაბუნია დაესწრო, ასევე მონაწილეობდნენ ღონისძიებაში კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებიც. დღეს წელს არის პირველი თბილისობა, რომელსაც ვერ ესწრება ოთარ მეღვინეთუხუცესი, ის საპატიო თბილისელის სტატუსს ატარებდა. ერთის მხრივ ძალიან სიმბოლური, მეორეს მხრივ არის იმ ადამიანის დამსახურების დაფასება, რომელსაც წარუშლილი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარი რამ გააკეთა, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა. გაგება, მისვლა, თხოვნა საშინლად მიჭირს, მაგრამ ეხლა რომ მოვედი და დავინახე, რომ მის სახელობის მოედანია, ძალიან გამეხარდა. დღეს პირველი ავტომუზეუმი გაიხსნა თბილისში. მუზეუმის გახსნას დედაქალაქის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა. სტუმრებს ღონისძიების ორგანიზატორებმა ავტომუზეუმის მცველი სტატუსი მიანიჭეს, მათ სპეციალური სერტიფიკატებიც გადასცეს. სურჩე, ვინც დაინტერესებული ავტომობილების ისტორიით, მობრძანდეს აქ და დაწყებული 1934 წლიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე თითქმის სრულად იხილავს იმ ავტომობილებს, რომლებიც საქართველოში შემოუტანია. ხის განმავლობაში დაგეგმილია უამრავი კონცერტი, ასევე ღვინის ფესტივალი. დღეს უნდა გამოვლინდეს თბილისზე მზრუნველის სტატუსიც უნდა მიენიჭოს რამდენიმე ადამიანს. მე შეგახსენებთ, რომ თბილისობა გუშინაც გაიმართა, ასე რომ ვინც ჯერ კიდევ სახლში ხარ და არ გამოსხოთ, შეგიძლიათ გამობრძანდეთ და შეუერთდეთ ღონისძიებებს. მადლობა ნანუკა, შენ გახუთი საათისთვის ველოდებით უახლეს ინფორმაციებს. ნანუკა ქაჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.